უბრალოდ არ ასქროლო, იმიტომ რომ ეს ვიდეო შენ გეხება და შენ თუ შენი თავი ფეხებზე კიდეა დამიჯერე, მაშინ ასქროლე. კახა კალაძემ კიდევ ერთხელ ვაპირებ თბილისის მერობაზე მონაწილეობის მიღებას არჩევნებშიო და ხო ალბათ გამარჯვებასაც ფიქრობს. და მე თქვენ გეკითხებით, მე რამდენჯერ ვიყოს კახა კალაძე თბილისის მერი. ამის შეცდომებზე საუბარი რომ დავიწყოთ. ეს ერთი ვიდეო კი არა, პირდაპირ გეტყვით, მე პირადად 1 წელი არ მეყოფა, მარტო საუბარი რომ დავიწყოთ. ფაქტები რომ წავიკითხოთ, ხო უფრო ბევრად მეტი გვჭირდება. და ისეც არავინ არ დამიწევს, აბა ნაცები გინდა? აი ეს არის წინა მერის არჩევნებზე მეორე ტურში რა მოხდა და მე ორივე გადახვაზე ნიკა რომელიაც, კახა კალაძეც. ეროვნული ფრონტის ხაზზე თავისუფალ სინდისის ბიჭებს თემო ბოკეროზიტო, ჩემი ბიულეტენი იყო და მივუთითე ჩემი სახელი და გვარი. თავისუფალ სინდისის ბიჭებს კი, ბიჭები თავისუფლები არიან უკვე, მაგრამ ახლა რაც შეეხება ბიულეტენს რა, არც ნაცი მინდა, არც ქოცი არ მინდა. და ეს მით უმეტეს არ მინდა. ჩემი ქვეყანაში მინდა ეროვნული დღის წესრიგი. ეროვნული დღის წესრიგი. და ქვეყნის დედაქალაქი თბილისი გარყვნილების ბუდეთ აქციას. ხო და პირდაპირ გეუბნებით. დეზინფექცია ჩასატარებელი მთელი პოლიტიკურ სივრცეში და ნაცები და ქოცები ერთად არიან მოსაშორებლები. თუ ვინმე მკითხავს როგორი არ უნდა იყოს ადამიანი, პირველ რიგში აი ამისნაირი არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ნაცებს დროს ნაცებთან იყო, ქოცებს დროს ქოცებთან იქნება და თუ ეროვნული ხალხი მთავრობაში არ მოვედით, მე თუ არა სხვა არ მოვიდა ეროვნული ადამიანი, ეს ალბათ იმასთანაც იქნება. იქაც კარგად უკალათდება. ხო და რამოდენიმე დღე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე რა. ეს ნაბიჯი გადავდგა თუ არა, ახლა გეკითხებით თქვენ. არა, სკამისთვის ბრძოლა არ მინდა. უბრალოდ მინდა რომ მეტი რეალური ბერკეტი მქონდეს ჩემ ქვეყანაში ეროვნული ტრადიციული დღის წესრიგის მოსაყვანად. ეროვნული ტრადიციული დღის წესრიგი კი რომ მქონდეს ქვეყანაში. ყველგან სადაც ვნახულობთ, იცით რომ სამართლიანი ვარ. ყველგან იცით რომ ჩემთვის უმნიშვნელოვანესია ღმერთი, სამშობლო, ჩემი გენი და სისხლი. ანუ იმასაც გეტყვით რომ სულ და ხორცით ქართველი ვარ. ეს ყველა მიცით. ხო და თუ ამ ვიდეოს ექნება 10,000 ლაიქი, იმიტომ რომ ბევრად მეტი ხმა არის საჭირო არჩევნებზე, მაგრამ თუ ამ ვიდეოს 10,000 ლაიქი ექნება, პირდაპირ გეტყვით რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ კახა კალაძე არ იყოს თბილისის მერი, არც ნაცებიდან არავინ არ იყოს თბილისის მერი და მე ჩემ გასაკეთებელს 100%-ით ვეცდები, სამომავლო თქვენზე უკვე დამოკიდებული, მაგრამ ახლა ამ ვიდეოს მოწონება და გაზიარება არ დაგავიწყდეთ, გავამიწეთ ყველა პლატფორმაზე. ჩემ ქვეყანაში მინდა ეროვნული ტრადიციული დღის წესრიგი და აი ამან მთელი ამ წლების განმავლობაში ჩემი ქვეყნის დედაქალაქი გარყნა. ეს გარყვნილება გადაედო სხვადასხვა მხარეებსაც, პირველ რიგში ბათუმს, სამწუხაროდ რაც ხდება. ხო და არა, თბილისის მერი მარტო არ ვიქნები, თბილისის მერი უბრალოდ ბერკეტი მეიქნება, უფრო მეტი ეროვნული ინიციატივის გასატანად და საქმის საკეთებლად. არც ფული მჭირდება, არც თანამდებობა, მაგრამ მჭირდება რეალური ბერკეტები. კარგად იცით რამდენი ვიბრძოლე მიგრაციასთან მიმართებაში, სამხედრო გაკვეთილებზე, რელიგიის დაბრუნებაზე, ბიჭების თავისუფლებაზე, გაუკუნების პროპაგანდის აკრძალვაზე, რაჭის ტყეებზე, მოკლედ ბევრგან ყოფილი ვარ. მართლა ბევრგან ყოფილი ვარ. როგორც რიგითი ჯარისკაცი, როგორც არაერთი აქციის ორგანიზატორი და როგორც არაერთი აქციის თუნდაც ლიდერი. მაგრამ ყველა დამეთანხმებით მიცნობთ, რომ აი ხაც ცივი ოფლი მას ხავს, რომ ვიხსენებ რა დღეები გამომატარეს რა დღეები გამომატარეს იმის გამო, რომ არ ვიყიდები, არ ვაპირებ გაყიდვას და სადაც არ უნდა ვიყო, ვიქნები ქართველი და ჩემი ერის გამო, ჩემი სისხლის და რასის გამო არაფერს არ დავთმობ. ამიტომაც უბრალოდ თქვენი მხარდაჭერა მჭირდება იმაში, რომ ჩემი მიზნები აღვასრულო. არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ თქვენი კეთილდღეობისთვის, რეალური კეთილდღეობისთვის და არა იმ კეთილდღეობისთვის, ოცნება რო გპირდებათ. აი ნაცები არ მოვიდა, ნაცებზე უარესები არიან და ქოცებში იმდენი ნაცია, იმიტომ ნაცებიც კი. ალბათ ჩვენ ვართ ოცნება. ან კიდე აგე ეს ნაცი არ იყო, აბა რა იყო. რა იმართლა ცივი ოფლი მას ხავს მარტო იმ დღეებზე, კი არა, მთელი ამ წლების მანძილზე რა დღეები გამომატარეს, აი საშინელებები იყო, მართლა საშინელებები იყო. ამიტომაც მოგმართავთ. კენჭი ვიყარო, ცადო, ანუ ხო, აი ის ასე ვთქვათ, ადვილი თემა.
ისეთ ზუსტად ვიცი რომ ხო არავინ არაფერს არ დამიტოს, იმიტომ რომ რამდენ ფულსაც ახლა ესენი აკეთებენ, ხო, იმ ფულს ვინ გაგაკარებს, დამფინანსებელი არ ყავს ამ წლების მანძილზე და ჩემზე მეტი ალბათ პარტიები ვერ აკეთებენ, რაც ერთი ბიჭმა შევიძელი ბევრ რაღაცაში. და ხო, არასდროს არ გავყიდრო, მაგას ჩვენ ვერ დამაბრალებს. ამიტომაც თუ ამ ვიდეოს TikTok-ზე ექნება 10,000 ლაიქზე მეტი, პირდაპირ გეუბნებით. მე ვეცდები ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ ჩემი ქვეყანაში ეროვნული ტრადიციული დღის წესრიგი დავამყარო, მეტი რეალური ბერკეტს თუ შესაძლებლობას თუ მომცეთ თქვენ ხალხი და ნაცები და კოცები ერთად მოვიშორო. თუ მე მეკითხოს როგორია შენთვის ნაცი და კოცი, ეს არის ნაცი და კოცი. ნაცი და კოცი, ხო და არა ნაცებს და არა კოცებს. არა ნაც კოცებს, არა კოც ნაცებს. რა ვფიქრობ ეს ნაბიჯი უნდა გადამედგა რა. ამიტომაც ხო, მოიწონე ეს ვიდეო, თუ მეთანხმები, გადააზიარო და 10,000 ლაიქი როგორც გექნება ამ ვიდეოს, დავდებ უკვე ვიდეოს, რას გპირდებით და რას გპირდებით ვერში იცით რომ ყველგან სამართლიანი ვიქნები, მაგრამ ქვეყანაში რა მინდა გავაკეთოთ, რომ ჩემი ქვეყანა ამ ჭაობიდან გამოწვეს, ჩემი ქვეყანის მთავარი დედაქალაქი გარყვნილების ბუდი არ იყოს და ეს დედაზე ადრე არ იყვნენ კიდე. მე გეტყვით რომ სიცოცხლესაც დავთმობ. როგორც ჩემ ქვეყანაში ეროვნული ტრადიციული დღის წესრიგი იყოს. მადლობა ყურადღებისთვის. ვიდეო მოიწონე, გააზიარე და გამომიწერე ყველა პლატფორმაზე თემო კოკელავაც. ვიყვარხართ და მე იმედები.